გაუძღვები გადაცემას და სტუმრად მყავს ჩემი მუდმივი თანაწამყვანი ლაშა ბუღაძე და რატი ამაღლობელი, რომელსაც არ ჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. დღეს 9 აპრილია, ჩვენთვის ტრაგიკული დღე, გამარჯვების დღე და 37 წლის მერე სად ვართ, ამაზე მინდა ვისაუბროთ. ფაქტია, რომ მე პირადად მაქვს შეგრძნება, რომ ის რაც მოვიპოვეთ შესანარჩუნებელია და ხედავ აი ამ ყველაფრის დაკარგვის ნიშნებს, როგორც ტრაგედიის სწორად აღქმის, ისე გამარჯვების ზეიმის და მინდა რომ თქვენი აზრიც მოვისმინოთ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, როგორც წარსულზე, ისე აწმყო 9 აპრილზე დღევანდელზე. რატის თხოვ რომ ხო 37 წელი ესეთია. ბევრია, მნიშვნელოვანია და ჩვენ მუდმივ ასე თუ ისე რაღაცა მნიშვნელოვანი დინამიკა არსებობდა 9 აპრილის შემდგომ. მიუხედავად ტრაგიზმისა, დრამატიზმისა, ქვეყანა დგავდა ნაბიჯებს მისი ცივილიზაციური არჩევანის შესაბამისად. ქონდა პატარ-პატარა და მძიმე ჩავარდნები, მაგრამ ამ ორმოდან, ამ რღმულებიდან ამოდიოდა, იმიტომ რომ მას ჰქონდა დიდი სურათი, დიდი იდეა, რომელიც პირდაპირ უკავშირდებოდა 9 აპრილის სხერპლს და დრამას, თუ რატომაც იდგა იქ ხალხი. ჩემი პირადი გამოცდილება ასეთია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის მარტო რაღაცა ენციკლოპედიური თარიღი ჩვენი თაობისთვის, არამედ არის ის, რაც მიუხედავად ასაკისა, მცირე ასაკისა, ლაშას ახსოვს, რომ მოწმეთ დამიდგება, რომ ყველა აი 4 აპრილიდან 9 აპრილამდე პატარა ვიყავი, მაგრამ სულ აი იქ ვიყავი და მოკლედ ისე მოხდა, რომ ღამის 3 საათზე 13 წლის ვიყავი, მაშინ მამა ჩემი გამოვარდა, არ იყო მობილური ტელეფონები, არაფერი. დილით გამოიყვანეს რუსებმა ტანკები და ჩაატარეს თელ ქალაქში, იყო სპორტის სასახლესთან ტანკები, ეგრეთ წოდებული ბეტერები, მე არა ვარ სამხედრო ექსპერტი, ვერტფრენები დაფრინავდა ცაზე. და ეს განგაშის შეგრძნება მთელი 8 აპრილის განმავლობაში არსებობდა. და უკვე წამიყვანა სახლში, გადამცა ნათესავს და თვითონ დარჩა, მახსოვს ეს დაახლოებით ღამის 3-ის ნახევარზე ხდება და დილით ყველამ გავიგეთ ეს და მაშინ იყო ესეთი საინფორმაციო გამოშვება, ერთადერთი საინფორმაციო გამოშვება, რომელსაც ერქვა მოამბე. და იყო შუადღის გამოშვება, რამდენიმე გამოშვება იყო და მთავარი გამოშვება იყო 8 საათზე ხოლმე, მაგრამ დილითვე ასე რაღაცა ექსტერნ გამოშვება იყო, სადაც ერთი დიქტორი აცხადებდა იმას, რომ ყველაფერი ბრალდებოდა, ასე ერქვა, მაშინ ეს ასე ეძახდნენ არაფორმალებს, არაფორმალურ ეხლა ძალიან გავს ეს ტექსტები და შესატყვისები დაახლოებით. არაფორმალური გაერთიანებების ბრალი იყო და ეს ხალხი არც მეტი, არც ნაკლები დაიღუპა ჭყლეტვაში. მე არ მეგონა, რომ ეს იყო ისეთი შოკი ამის მოსმენა, ამ დეზინფორმაციის, ამ საზარელი დეზინფორმაციის მოსმენა, რომ მე არ მეგონა თუ მსგავსი ენა, მსგავსი რიტორიკა, მსგავსი დეზინფორმაცია, მსგავსი პროპაგანდა, რომელიც სიმართლისგან შორს კი არ არის, ანტისიმართლეა, მისი სრულად საპირისპიროა 37 წლის მერე საქართველოს 9 აპრილის შემდგომ ამ ენაზე დაიწყებდა საუბარს სახელისუფლებო პროპაგანდისტული ტელევიზიები და 9 აპრილის ტრაგედიასაც რაზეც დადგა ჩვენი დამოუკიდებლობა რეალურად დააყენებდა ამ იდეას ეჭქვეშ. და თან გაერთიანების დღე არის 9 აპრილი. ხო ცოტა თარიღი გვაქვს, რაზეც მთელი საქართველო თარგმდება, 9 აპრილი ასეთი იყო აქამდე და დღეს რა ვნახეთ ლაშა, აი რა სად მივედით, რომ იქ მემორიალთან მისვლის უფლება მოსაპოვებელი აქვს დღევანდელ ხელისუფლებას და საკმაოდ სამართლიანია ის, რომ იქ მისვლა მათი ჩვენთვის პრობლემურია. ხო, იმიტომ რომ ბუნებრივია ეს ხომ ინერცია, დიდი სიამოვნებით აღარ მივიდოდნენ უკვე ამ მემორიალთან. უბრალოდ ეს რაღაცა ფორმალური აქტია და ალბათ ამასაც მალე გაბედავენ, თუ კი დასალდათ
ქართულ ოცნებას გულისხმობ დღეს და როდესაც 9 აპრილს ვიხსენებთ რატომღაც ისტორიიდან ეს ფაქტორი არის არა განდევნილი, არამედ სათანადო ყურადღება არ ექცევა მორალურადაც სხვა ყველაფერთან ერთად მარტო იმიტომ არა აქვს ამ ხალხს ივანიშვილის ხალხს იმ მემორიალთან მისვლის უფლება რომ გენერალი ლებედი რომელიც მონაწილეობდა 9 აპრილის რბევაში თვითონ ამას იხსენებდა თავის მემუარებში ზან დეტალურად ყვება ავღანეთის რამდენიმე დაჯგუფება პოლკი როგორ ჩაიყვანეს ჯერ ერთი თვით ადრე განჯაში აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში და შემდეგ როგორ დაიძრნენ მარშით თბილისისკენ ამ ტერმინს ხმარობს პატიაშვილის მოფამფალებული ხელისუფლების შესანარჩუნებლად მოსკოვის დირექტივი და თვითონ აქ იყო თვითონ როგორ ჩამოყვა თავის გარნიზონს დივიზიას უпростоრად და ასე შემდეგ რატო ვიხსენებთ გენერალ ლებედს გენერალ ლებედს შემდეგ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა უკვე რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ 9 აპრილიდან რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ელცინის ირიბი მხარდამჭერი კამპანია იყო ეს რომ ლებედს წაერთმია ხმები კომუნისტის ზუგანოვისათვის. ივანიშვილი ამას იხსენებს, ივანიშვილი ამბებს ყვება, ინტერვიუც კი არსებობს ცნობილი, სადაც ის ძალიან იმაზე კი არ სუხს, რომ ლებედთან ურთიერთობა რაიმე პრობლემაა, იმაზე სუხს, რომ სათანადო მადლობაც კი ვერ მივიღე კრემლში ამის გამო. ეს ღია ინტერვიუა, რომ ასე დაგვეხმარა ეს კაცი და ელცინმა დამატებით. ნუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ პრინციპში ჩემთვის ეს ისტორია ახლა და ბევრისთვის ნიშნულოვანია, რატომ და არანაირი ემოციური, არანაირი მორალური, არანაირი ისტორიული ბმულობა ამ ხალხს, ამ თარიღთან არ აქვს. საერთოდაც ჩვენ ხო გვესმის ივანიშვილის პრემიერი კობახიძე ვერ ახსენებს რუსებს რაღაცა ძალა აბსტრაქტული სტიქიური ძალა თითქოს და რომელიც ამ ადამიანებს გვიხოცავს იმ ღამით მემორიალებიც კი დღეს ვერც 9 აპრილს ვერც ხო ბათუმლებში ვკითხულობდი რომ ახალი მემორიალია უბრალოდ ახალი არ არის ტექსტი არის ახლა იყო ეს ტექსტი რაღაცა ახლებურ კონტექსტში დანახული ბათუმშიც 9 აპრილთან მიმართებით არ არის ვინ არის დამრბევი რა მოხდა რა მოვლენა აბსტრაქტულია ანუ აბსტრაჰირება ხდება ამ ტრაგედიის იმიტომ რომ პრობლემა აქვს უბრალოდ ამ ტრაგედიასთანაც და პრობლემა აქვს 9 აპრილი ხო 2 წლის შემდგომი 9 აპრილია 1991 წლის როდესაც მაშინდელი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია აცხადებს დამოუკიდებლობას სწორედ ამ ტრაგედიაზე დაყრდნობით პრობლემაა საქართველოს დამოუკიდებლობა პრობლემა. და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ძალიან ხშირად გვისაუბრია ამაზე, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვებს პროპაგანდაში და ანტიპროპაგანდაშიც და გახსოვთ რამდენიმე წლის წინ პირველად გაბედეს და ახსენეს სიტყვა ჭყლეტვა. ჭყლეტვა როგორც თითქოს ამ ადამიანების გმირული სიკვდილის მთავარი მიზეზი. ან ეს ჭყლეტვა რას მოყვა და ან სიკვდილის მიზეზი რატომ იყო მხოლოდ ჭყლეტვა, მაშინ უნდა მივხვდარიყავით ალბათ, რომ ესენი აუქმებენ ისტორიას და გვიშლიან მეხსიერებას. ჩვენ რა შეიძლება გავაკეთოთ, ვისაც აი რატომ გაიხსენა საკუთარი თვალით ნანახზე უმტკიცებენ საპირისპიროს და ცოტა ხანში ალბათ ჩვენ შვილებს დაუმტკიცებენ, რომ საერთოდ სხვა რაღაც მოხდა მაშინ, ხო? და ჩვენ რა შეიძლება რა სიტყვები უნდა დავუპირისპიროთ და მე პირადად ჩემი აზრია რომ არც ერთი ასეთი სიტყვა გაუბრალოვება რომ იქ რაღაც ჭყლეტვა გაგუდვის მაგივრად და დარბევის მაგივრად აი ამ სიტყვების გამოყენების საშუალება მათ არ უნდა მივცეთ. ეს რატომ ხო ახსენდა საბჭოთა პროპაგანდის ტრადიცია ჭყლეტა და ხო გახსოვს როდიონოვის გამოსვლა 75 ჯარისკაცია და დაშავებული საბჭოთა კავშირის საგამოძიებო კომისია საბჭოთა კავშირის და არა დამოუკიდებელი საქართველოს სოფჩაკი ხელმძღვანელობდა მან უარყო როდიონოვის ეს განცხადება და სასიკვდილო ნიშნები წამებისა, დარბევისა, ორლესული ნიშნებით მოწამვლისა თავგაჩეხილი ხალხი მათი სახელები ყველამ ვიცით ჩვენ ეს ასე ვთქვათ სამედიცინო ექსპერტიზის დონეზე დადო და მაშინდელმა საზოგადოებამ საბჭოთა
სივრცეს გულისხმობ, ჯერ კიდევ საქართველოს საბჭოთა კავშირში იყო, შეძლო ის საბჭოთა კავშირის პირობებში, რომ დაემტკიცებინა მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის იმ საბჭოთა კავშირისთვის, რომ ეს არ იყო ჭყლეტვა და ეს იყო სისხლიანი დარბევა. მაშინ შეძლეს და აი ამას უკან აბრუნებენ, ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ამას. რატომ? იმიტომ რომ ამ რეჟიმისთვის ყველაზე სახიფათო არის და ყველაზე ირაციონალური არის პრინციპულობა, ყველაზე ირაციონალური არის ცნებების სამშობლო, სიყვარული, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, თავდადებული ხალხი, გმირები. ეს რეალობაში არის ძალიან მოსათვინიერებელი და დასავარცხნი ამბავი, ხომ? და ყველაფერში უნდა შეიტანოს სუბვერსია, ყველაფერში უნდა შეიტანოს ეჭვი, ყველაფერი უნდა იყოს რაციონალიზირებულად ეჭვის ქვეშ დაყენებული, რომ არანაირი იდეალი არ არსებობდეს, ხომ? და რა არის სახელმწიფოებრივი იდეალები ჩვენთვის რეალურად ეს არის მართლა მნიშვნელოვანი ამბავი, დროშა, ჩვენი დროშა, რომლისთვისაც ადამიანები თავს დებდნენ ყველანაირი პათეტიკის გარეშე ეს სიმბოლოა ყველა ქვეყნისთვის, ხომ? გმირები, გერბი, ჰიმნი და ახლა ჩვენ ხედავთ, რომ ამ ჰიმნის სიმღერისთვის, დროშის ტარებისთვის ქუჩაში ადამიანებს პრობლემები აქვთ. გმირები დგანან ეჭვის ქვეშ. ხომ? ეს იქნება 2008 წლის ომის დროინდელი გმირები, ეს იქნება 9 აპრილის დროინდელი თვითონ დამოუკიდებლობის იდეა. დამოუკიდებლობის იდეა. ადრე ყობახიძემ განაცხადა, რომ საოცრება იყო პირდაპირ გააყალბა 2 წლით გააყალბა ისტორია, რომ მაშინ რუსეთი კი არ შემოვიდა, საბჭოთა კავშირი შემოვიდა და 1921 წლის 25 თებერვალს არ არსებობდა საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირი შეიქმნება 2 წლის შემდგომ 1922 წლის 30 დეკემბერს, ფაქტიურად 2 წელია, წელიწადი და 11 თვე თუ მან დამოინც ზუსტად გავა მას მერე რაც საბჭოთა კავშირი დაიწყებს არსებობას, ეს არის წითელი რუსეთი, რომელიც შემოდის თავისი მე-11 არმიით, ხომ? ოღონდ ეს არ თქვას. განა ვინმე მას რამეს თხოვს, ეს არის უბრალოდ სახელმწიფოებრივი და ადამიანური პიროვნული სინდისი ისტორიასთან, შენ ხალხთან და შენს ქვეყანასთან. და ამ სიტყვებით გასამართლდებიან ისინი, როგორც სახარებაშია, ყველანაირი მის გარეშე, არა ჩვენი ბრალდებებით, არა ხალხის არამედ საკუთარი ქმედებებით და საკუთარი სიტყვებით, რომლითაც აყალბებენ და ღალატობენ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ისტორიას, იმას, რაზეც დგას ჩვენი იდენტობა და ჩვენი ქვეყანა, ხო? და აი ეს ეჭვები არის ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მათ გასცემთ. იმიტომ რომ ნებისმიერი ჰეროიზმი, ნებისმიერი სიყვარული და ნებისმიერი თავდადება, ეს არის ის, რაც რეჟიმებს უთხრის ძირს. და ამიტომ ესეთი მაგალითები წარსულშიც საშიშია, არათუ აწყოში, წარსულშიც უნდა წაიშალოს. და აწყოშიც ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, რომელიც გულახდილი იშვიათად არის ხოლმე, მაგრამ იმ მომენტში იყო, როცა თქვა, რომ ვერ ვიგებ, რატო ასკდებიან კედელს ეს ახალგაზრდები. რატომ არ ჩერდებიან? ანუ მას არ ესმის და ამაში დარწმუნებული ვარ, რომ გულწრფელი არ ესმის, რატო შეიძლება სამშობლოს გამო რაღაცა შეასკდე კედელს თუნდაც. და რატო შეიძლება, რომ რაღაცისთვის, იდეისთვის თავი გაწირო და რატომ ალბათ ძალიან სწორად, ალბათ კი არა, ძალიან სწორად აღნიშნა, რომ მათთვის უცხოა ის სიტყვები, რაც მიითვისეს. სამშობლო, პატრიოტიზმი, პროფესიონალიზმი და ცინიკური დამოკიდებულება ჩვენ დაგვარქვეს უსამშობლოები. როგორ ფიქრობ, აი ეს რაც იმედის პროპაგანდით ხდება, ისევ ინსტრუქტორების მიერ დამუშავებული კარგად დაგეგმილი ბრძოლა ჩვენს წინააღმდეგ თუ ინტუიტიურად და ინსტინქტურად გამოსდით ხოლმე ასეთი კარგი, ანუ კარგად მიყვებიან თავის ხას, აი ჩაანაცვლეს რაღაც სიტყვები, მოახერხეს რაღაც პროპაგანდის ნოტები შემოიტანეს ისეთი, რომ აი მაგალითად ეხლა 9 აპრილთან არაფერ შუაში არ არის, მაგრამ დიდ სურათთან არის შუაში, შენ ყვებოდი აქციაზე, სადაც ცხოველების დასაცავ აქციაზე, სადაც ისევ ისმის ჩვენ ვიმეორებთ, აი დიდ პრობლემად თვლი, როცა ჩვენ ვიმეორებთ მათ მესიჯებს. ამიტომ არ უნდა ვახსენოთ აი ეს სიტყვები, შყლეტა და 25 თებს რუსეთი შემოიჭრა და გასაბჭოებაც არ უნდა ვახსენოთ, რა ვთქვათ, ოკუპაცია, ანექსია, ანუ ის სიტყვები, რომელსაც ისინი იყენებენ, ჩვენ არ უნდა გამოვიყენოთ. და ერთ-ერთი ასეთი მესიჯია, რომ ძაღლებს როცა ვიცავთ, არ გვინდა პოლიტიკოსები და პოლიტიკა. ხო, და ესეც პრობლემა მგონია, რომ
სხვა აქციაზე. ნებისმიერზე, რაზეც ეხა ბოლო ეს იყო და შენ დაწერე სტატუსი და ამიტომ გამახსენდა 9 აპრილიც ნებისმიერი აქციაც, ნებისმიერი სტატუსი, ყველაფერი არის პოლიტიკა. რაც ჩვენ გაძვირებული პროდუქტიდან დაწყებული სახელმწიფო იდეების გაბიაბრუებით დამთავრებული ყველაფერი არის პოლიტიკა და ჩვენ ძალიან ხშირად საუბრობთ ხოლმე ამაზე, რომ ალბათ არ უნდა დაუშვათ მათი დღის წესრიგის შემოტანა ჩვენს დღის წესრიგში, ხო? ხო, ნუ სამწუხაროდ უბრალოდ მართლა ძალიან დიდი დრო იკარგება, რომ თქვათ ასეთი ადამიანები, ხო, აქა-იქ როდესაც ჩდებიან, რაღაც ისეთი განცდა მქონდა ყოველგვარი ირონიის გარეშე, რომ თქვათ ვიღაცა თუ კი ასეთ მიტინგზე დასძახებს, რომ პოლიტიკოსი, ნუ მოვა, განცდა მაქვს, რომ ნუ ეს ადამიანი ჯერ 2019 წელს არის და კიდე რამდენი დრო დაჭერდება, რომ მოვიდეს 2026 წლამდე რომ ეს აღარ არის მნიშვნელოვანი. ხო, და აი არ არის სამწუხაროდ, თორე გასაგებია მესმის ადამიანი გაღიზიანებაზე ორიენტირებული არსება, მით უმეტეს ისეთი დროა, რომელიც პირდაპირ კვებავს გაღიზიანების, ასე ვთქვათ, არგუმენტებით გაღიზიანებისათვის, მაგრამ ეს არ არის აქტუალური. ყველაფერი პოლიტიკაა და ყველაფერი პრობლემა ახლა მართლა ყველა, ანუ რაზეც ჩვენ საუბრობთ, ჩვენ ხო სინამდვილეში აღარ ვლაპარაკობთ იმგვარი ტიპის პრობლემებზე, რომელზედაც ჩვენ შეიძლება ვიდავოთ. ხო, ანუ პოლიტიკა გულისხმობს დავას, რაზე ვთანხმდებით, რაზე არ ვთანხმდებით, მათ შორის ეკონომიკაზე, სტრატეგიაზე და სხვადასხვა. ერთადერთი პრინციპში, რაზეც სახელმწიფო და საზოგადოება აღარ უნდა დაობდეს, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობა, ეს არის ვინ არის მტერი და ვინ არის მოხმარე, ვინ არის ხო მოღალატე, ვინ არის გმირი და ვინ არის ანტიგმირი. ამ დისკურსში შემოიტანა კონფლიქტი ივანიშვილმა. ამიტომ შენი შეკითხვა ეს ინსტრუქტორების მიერ არის დამუშავებული თუ ემოცია, რასაკვირველია, ეს არის დიდი ხნის გეგმა, სცენარი, რომელიც დაიწერა კრემლში. ამის მოსმენა მინდოდა შენგან, რომ აქაც ესეც გახდა ხოლმე სადისკუსიო ხშირად, რომ არანაირი სპეციალური სპეცოპერაცია არ ტარდება საქართველოს წინ. ტარდება ის, რომ დღეს მანონი კოხრეიძე ცალუღელაშვილი წერს, რომ რა უნდა ფიშერს 9 აპრილის მემორიალთან, ანუ ეს არის პროპაგანდის ნამუშევარი მოწოდებული ადამიანით. ანუ ფიშერს რა გონია, რომ ფაშისტია შეწერენ, რომ ანუ 9 მაისი გერმანელებმა დაგვარბია, თუნდაც 9 აპრილს ჰიტლერმა დაგვარბია თუ რა ხდებოდა. ხო, ნუ აი ეს არის. ხო, ამიტომ იგივეა. და ამიტომაც ერითიც დავიწყეთ საუბარი, ხო, ანუ არაფორმალები ხომ გვინახავს, გვახსოვს და ძალიან კარგია, რომ ბევრი ისტორიკოსი, ვინც ისტორიას იკვლევს, დღეს ციტირებს, თქვათ 99 წლის კომუნისტის გაზეთების სტატიებს. სწორედ ისიც ხომ შეიცვალა 11-12 აპრილს იცვლება გაზეთი კომუნისტის რიტორიკა და მათ შორის მოამბეების დიქტორებიც ზუმოვსკი და შევარდნაძე და გადაწყვეტილებები იაკოვლევი და მანამდე იყო რაზუმოვსკი და ჩამოდის პოლიტბიუროში იცვლება დამოკიდებულება წევრი და ისინი მაშინდელ ასე ვთქვათ ბრჭყალებში ლიბერალურ საბჭოთა კავშირის ფრთას წარმოადგენენ და იწყება შეხვედრები. რას ნიშნავდა ეს ლიბერალური უფრო რა? გარდაქმნის პარტია იყო და იყო ომის პარტია ეგრეთ წოდებული ჩვენ ენაზე რომ ვთქვათ, ანუ ქორები, რომლებიც იყვნენ უფრო სამხედრო სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლები, რომლებიც არ უჭერდნენ ამ ეგრეთ წოდებულ პერესტროიკას მხარს და კი და იცი რას ამბობენ დღევანდელი რუსი მაგაზე ზუსტად რომ გორბაჩოვსაც გაუჩალიჩეს აი სამხედრო 9 აპრილი გაუჩალიჩეს და თვითონ იყო იაკოვლევის მხარეს. ხო. არა და ბოდიში გორბაჩოვი იმ დღეებში არ არის. ხო, და შეიძლება ხო და კოტკინის ციგშიც ერთი კოტკინის ციგშიც არის ხო. და რემნიკის ციგშიც ლენინის საფლავი ბოდიში რატის გავაწყვეტილეთ რომ გორბაჩოვი იმიტომ წავიდა იქნებ მოსკოვიდან რომ შემდეგ მისთვის არ მოიკითხათ რომ მე აქ არა ვარ. მე აქ არ ვიყავი და არაფერი არ ვიცოდი, ეს ვერსიაც არის, რემნიკის ვერსია და ვთქვათ სხვა ვერსია არის რომ უბრალოდ მართლა არ იცოდა. და გაუჩალიჩეს. ხო, რა მნიშვნელობა აქვს? ხო, და როგორ იცვლებოდა ამაზე ვსაუბრობთ, ხო? ლიბერალს რას ვეძახდით, ლიბერალური რუსი როგორ შეიძლება? ეგრეთ წოდებული გარდაქმნა, რომელიც გულისხმობდა საჯაროობას, ხო? ეს თარგმნელი სიტყვა იყო, მაშინ გლასნოსტი. ასე თარგმნა მაშინ ქართულად საჯაროობა, რაც გულისხმობდა
რაღაცა ტიპის ბაზისურ სიტყვის თავისუფლებას, გამოთქმას და იყო, ასე ვთქვათ, ფრთა, რომელიც ამას ყველაფერს ეწინააღმდეგებოდა. ეს იყო გენერალი იაზოვი, ეს იყო მაშინდელი ლუკიანოვი, პოლიტბიუროს სხვადასხვა წევრები და შევარდნაძე შედიოდა ეგრეთ წოდებულ, ასე ვთქვათ, ლიბერალთა ფრთაში იაკოვლევთან ერთად. და როდესაც ისინი ჩამოვიდნენ, მაშინ იყო დიდი შეხვედრები მეცნიერებათა აკადემიაში, უნივერსიტეტში, სხვა, ასე ვთქვათ, დაწესებულებებში და ეს გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში. და მაშინ გვახსოვს ქალბატონი ნათელა ქუთელიას გამოსვლა, ძალიან მაგარი და ძალიან ესეთი შემართებითი გამოსვლა, სადაც მან ძალიან ბევრი ადამიანის სათქმელი თქვა. მათ შორის დათო ტურაშვილის გამოსვლა უნივერსიტეტში. ეს იყო მნიშვნელოვანი გამოსვლები, როდესაც პოლიტბიუროს წევრები ისმენდნენ არაფორმალების დისიდენტურ იმ დროს, ასე ვთქვათ, მოწოდებებს, ხომ? და რეალურად მაინც ბევრისთვის გაუგებარი იყო და აუხსნელი 9 აპრილი როგორც მოვლენა, ბევრი რაღაცა კოგნიტურ დისონანსში ჩავარდა 9 აპრილის შეფასებაში, წლების განმავლობაში, მაგრამ ფაქტია, ალბათ იმათვის ვისთვისაც 9 აპრილის დაიწყო და არა გაცილებით ადრე. მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანი რამ ქნა, ზვიად გამსახურდია ამ ამბავზე, ამ მსხვერპლზე, ამ მნიშვნელოვან და მართლა უმანკო მსხვერპლზე დააფუძნა დამოუკიდებლობა და თავისუფლება. რომ მათ ეს მსხვერპლი არ იყო ტყვილი და გააგრძელა ეს საქართველოს კლასიკური ისტორია, რომელიც ძალიან სევდიანია და ტრაგიკული და დგას მისი დამოუკიდებლობა თავისუფლებაზე და სწორედ ეს დღე ასეთი ორგვარი გახდა. ერთი ეს არის ოკუპაციის და ოკუპანტების მიერ ახალგაზრდა გოგობიჭების და მოხუცი ქალბატონების რუსთაველის პროსპექტზე დახოცვა პირდაპირ მნიშვნელობით და 2 წელიწადში ამ ხალხს ახარებს, მათ სულებს, ზვიად გამსახურდია საქართველოს დამოუკიდებლობას და სწორედ ამ დამოუკიდებლობის გამო სცნო მთელმა მსოფლიომ საქართველოს დამოუკიდებლობა იმ ფარგლებში, რომელშიც შედის ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიც და აფხაზეთიც გაეროს მიერ და მთელი ცივილიზებული სამყარო რუსეთის გარდა, ბუნებრივია და რაღაცა მისი სატელიტი ქვეყნების გარდა, ყველა ცნობს ამ დამოუკიდებლობას იმ ფარგლებში, როდესაც გამოცხადდა ფარგლებშიც იყო საქართველო მაშინ. აი დიახ ეს დგას, ეხლა ეჭვის ქვეშ ეს დგას, ხო? ერთხელ ვიყავით ტაო-კლარჯეთში, თურქეთში და თურქი ერთი ქართველი გიდი ყავდა და ერთი თურქი კაცი იყო ავტობუსის მძღოლი, რომელსაც დავყავდით ამ ადგილებში და სოფელს არ ვიტყვი ბევრი მიზეზის გამო და ამ სოფელში ძალიან მნიშვნელოვანი ტაძარი იდგა და ეს ხალხი ძალიან ცუდად შეხვდა ადგილობრივი მოსახლეობა. და ამ თურქმა გვითხრა ჩვენ რომ ესენი ესეთი ძალიან უცნაური რამ თქვა. ძალიან ბევრი ქართველია, ვინც ქართველობსო და ეს ხალხიც ვნახეთ სხვა ადგილებში, არტანუთში, არტაანში და ასე შემდეგ. და ესენი ძალიან ცუდად შეხვდნენ, ძიმედ ცხვირები ჩამოუშვეს, თავები გაწიეს და ამ თურქმა გვითხრა რომ ესენიო ყოფილი ქართველები არიანო და არ მოწონთ ამის გახსენებაო. დაკარგული აქვთ იდენტობას საერთოდ. და მე ახალგაზრდა ვიყავი და რატო არ მოწონთო და რატო თურქი კაცი მეუნება, რატო და თქვენო თბილისიდან ჩამოდიხართ ამ ტაძრის სანახავათო და ამათ გვერდზე აქვთ და დავიწყებული აქვთო და რატო მოეწონებათ თქვენი მოსვლაო. ძალიან სწორი ანალიზი დადო იმისა, როდესაც შენ რასაც პატივს არცევ, რასაც უღირსად ექცევი და ვინც მას პატივს მიაგებს და ენერგიას ხარჯავს და ოფს ხარჯავს და მის ყურადღებას იჩენს მის მიმართ ის გაღიზიანებს იმის დანახვა არ გინდა და 1000 რაღაცას იგონებ და აბრალებ მას რომ ვინ არის ეს ხალხი ეს სულ არ იყო ქართული და ასე შემდეგ და ამას აკეთებდნენ ადამიანები რომლებიც ოდესღაც გენეტიკურად ქართველები იყვნენ და თქვეს უარი ამას ხომ არ გაგონებთ ამბავს, როდესაც ადამიანს აღიზიანებს საქართველოს. ნუ ლაპარაკობთ ბევრ საკარ იდეალებზე, გმირებზე, იმაზე, მოგონილ ზღაპრებზე და ასე შემდეგ. პროვოკაციას წარმოებულ. მათ ეს ღირსება, ეს იდეალები, ეს ამბები დათმეს და კომფორტის ზონიდან გამოსვლა, როდესაც
შენ რაღაცისთვის თავი უნდა დადო, რაღაცაზე ოფლი უნდა დაღვარო, სისხლი უნდა და რაღაცა უნდა დაიცვა და რაღაცა შრომა გასწიო ამისათვის, ხო? და ამის გაგონება არ გინდა და იგონებ 1000 სისულელეს. და ამიტომ რა უნდა ქნა, უნდა გააუბრალოვო ის გმირობის აქტი და გააყალბო, კი. გააუბრალო თქვა რომ ეს იყო ანწუხელიძე პროვოკაცია შეეწირა, მარო მაყაშვილიც პროვოკაცია შეეწირა და აი ეს ახსენო, ანუ გააუბრალოვო, გააბიაბრუო ის იდეალები, რაზეც ვსაუბრობთ, ხო? ეს არის მათი მეთოდი, აი ეს რაც რატი თქვა, რომ არ გაიხსენო თვითონ არიან უსინდისო. ხო, იმიტომ რომ პროპაგანდა ხო ბრტყელია და აწმყოშია. აქ და ახლა, რაც ახლა ჭირდება რეჟიმს, რაც ახლა ჭირდება ივანიშვილს, ყველაფერი ამ კონტექსტით არის და ამ პერსპექტივით აღქმული. ამიტომ როგორ ვერ აიცილა ნოე ჟორდანიამ წითელი ბოლშევიკების თავდასხმა, იმიტომ რომ ამას მათი პროპაგანდისტები ხო ამას იმეორებდნენ მუდმივად, როგორ ვერ აიცილა ზელენსკიმ პუტინის თავდასხმა, როგორ ვერ აიცილა სააკაშვილმა 2008 წელს, როგორ ვერაფერი ვერ აიცილა აღა მაჰმადხანის შემოსევა ერეკლე მეორემ. ნუ ხო ეს იმიტომ რომ ახლა და აქ უნდა წავიკითხოთ ამბავი. პროპაგანდის მიზანია რომ ივანიშვილზე ვიფიქროთ, როდესაც მახსენებთ ერეკლეს. ივანიშვილზე ვფიქრობდა, მაგრამ ეგ მიკვირს ზუსტად რომ ადამიანი რომელიც ხაპის კაბინით დადის საკუთარ მოსახლეობასთან, იქ ლაპარაკობს ნოე ჟორდანიასზე და ზვიად გამსახურდიაზე და რატო ვერ აიცილეს რუსებთან ომის ზელენსკიზე? აი ზელენსკიზე სალაპარაკო როგორ შეიძლება ქოც კონდეს რა? იმიტომ რომ ივანიშვილზე ლაპარაკობს და ივანიშვილისთვის ლაპარაკობს. სხვათა შორის ზელენსკის მიმართ ის რაც რატი მახსენა, აი ზაა კარგი ჩავლება ზუსტად ზელენსკისაც გონია რომ მაგიტო ვერ იტანენ, რომ ახსენებს ხვებს. რომ ლიდერი უნდა იყოს ლიდერი და არა ოპორტუნისტი და რას იბრძვი რა ეს ცინიკური მამყოფე რა ჩემ ცინიკურ კომფორტულ გარემოში სადაც ეს არის პათეტიკა სამშობლო და იდეალები ფული კორუფცია გადარჩენის თვითგადარჩენის ინსტინქტი სტრატეგია ყველაფრის უგულვებელყოფა ყველა ღირებულების სადაც მთავარი ღირებულებაა მხოლოდ ფიზიკური არსებობა მხოლოდ ფიზიკური გადარჩენა ანუ ადამიანური ევოლუციური კულტურული, ეპოქალური ის რა შრეებიც და რა ფენებიც მოვიდა, რა ვიცი, პალეოლითიდან დღემდე ყველაფერი უქმდება. მთავარი არის ცეცხლი, ნანადირევი და გადარჩენის ინსტინქტი. აი ეს არის ბაზისური, მე ვიტყოდი რაღაცა ბიოლოგიური ფაშიზმი და თუ აი ამ ბიოლოგიის თვითგადარჩენის ინსტინქტში არ არსებობ, სხვა რაღაცა ტიპის შრე, ისტორიული ხდომილების, კულტურის, ეს ყველაფერი არის დასაცინი, ეს არის არარაციონალური, რადგან შენ ვერ მდიდრდები, რადგან შენ რისკის ქვეშ აყენებ შენს არსებობას. მაგრამ ბიოლოგიაში არის ფაზა, როცა კონფორმიზმი. ეს სიტყვა უნდა მეთქვა. არა. არა, აბსოლუტურად სწორი თქვი, იმიტომ რომ ეს რაღაცა ევოლუციური ბრბოლა, როცა ხდება შენ ცხოვრებისაზე, ძალიან ის არის. თუ უბრუნდები ცხოველურ საწყის, მაგრამ იქაც ეს ზედმეტი კონფორმიზმი ზოგჯერ დამღუპველია დიდვა და შენ თუ გონიათ რომ აი ახლა ეს გადარჩენის ინსტინქტი და საქართველოს ასე მარტო დატოვება რაღაც რაციონალური და ცინიკური და პრაგმატული გადაწყვეტილება, აი ზუსტად მანცები ეს არ არის პრაგმატული ნაბიჯი სინამდვილეში. ეს არ ემსახურება არც მათ გადარჩენას. სავაჭროც აღარაფერი არ რჩება ასეთი კონფორმიზმის მერე. რასაკურველია და არარაციონალურია და გონივრული არ არის საერთოდ ყველაფრის დათმობა იმის გამო რომ რაღაც პირად მხოლოდ პირად ინტერესებს. ოღონდ ცოტა ხან. იმიტომ რომ ის რუსეთი ხა გასაგებია რომ იმედის მაყურებელს ყველაფრის ჯერა და იმედს რადგან იმედი ქვია იმედი აქვს რომ სწორს ამბობს ყველაფრის, მაგრამ აი საქართველოს მარტო დატოვება მათაც ცუდად მოუბრუნდება ძალიან. კეთი მე მახსოვს ეს ენა როგორ იცვლებოდა აი მაგალითად ერთი ძალიან ესეთი პოეტის საბჭოთა კავშირის დროს ყვებოდა კარგი იუმორი ქონდა მას და კარგად აღწერა ენის შეცვლა. ხო, აი საბჭოთა ენა ძალიან დიდხანს იქმნებოდა. ეს არ იყო 1 და 2 დღის ამბავი, აი პრესას რომ გადახედოთ, განსაკუთრებით 1926 წლიდან ყალიბდება ის ენა, რომელსაც ასე ვთქვათ, სტალინურ ენას ვეძახით. მანამდე უფრო ლენინურ ტროცკისტული იყო, მერე სტალინური ენა მოდის.
და დიდხანს გაძლებს რაღაცა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიცვლება უფრო პატრიოტულ ელემენტს შეიძენს უფრო ისტორიის პრინციპის შემოვა მასში და რაღაცა შიდა განვითარება აქვს მაგრამ მე დასრულდება ეს ენა და გადაიზრდება ხრუშჩოვის რაღაცა ეკონომიკურ ენაში მე მინდა ძალიან მოკლედ გავიარო ეს საბჭოთა ლექსიკოგრაფიული ასე ვთქვათ ძეგლები რომელიც ძალიან კარგად ჩანს ჩვენს საბჭოთა პრესაში მე იწყება ბრეჟნევის ენა რომელიც ცოტა უფრო განსხვავებულია ხრუშჩოვის ენასგან, მაგრამ ეს ერთი დიდი საბჭოთა ენა, რომელიც არაფერს ცოცხალს არ აღწერს. აღწერს მხოლოდ სტატისტიკას, ციფრებს და გამოგონილ გმირებს მეჩაიე ქალების და სტახანოველი მუშების კუთხით, ხო? და რაღაცა დეპერსონალიზირებული, დეჰუმანიზირებული რაღაც გმირია, რომელიც უფრო გავს რაღაცა საბჭოთა სკულპტურას, ვიდრე ცოცხალ. და ანტიგმირი გავიხსენოთ, რომ რა ქვია ანტიგმირს გიჟი. გიჟი, ხო, თავისუფლების მოყვარე ხალხი ყველა გიჟია. და აი ეს ენა წარმოიდგინეთ 70 წელი კულტივირებს და პოეტს წერენ მოსალოდს ბარათებს იმ დღესასწაულებზე, როდესაც ეს ენა განსაკუთრებულად манифестირებს. ეს არის 7 ნოემბერი, ეს არის 25 თებერვალი, საბჭოთა წმინდა დღესასწაულები, ეს არის 1 მაისი, 9 მაისი, ბუნებრივია და ეს არის 99 წლის აღდგომა. უკვე 9 აპრილი მომხდარია და ერთ-ერთი პარტიული მუშაკი ქალბატონისგან ამ პოეტს მიზდის წერილი. ადრე წერდა ამხანაგო ესა და ეს. გილოცავთ რაღაცა ყრილობის, დიდი ლენინური მოძრაობის დამკვრელური რაღაცა ტემპებით შესრულებას. ამხანაგი ესა და ეს. და ზუსტად ერთ თვეში მოდის წერილი და ბატონო ამხანაგის ნაცვლად გილოცავთ აღდგომის წინარე დღესასწაულს ჩვენთან არს ღმერთი. დავრდება ტექსტი. ანუ ეს კონიუნქტურა ერთ წამში შეიცვალა. და ეს სწრაფად გადაწყობას. ძალიან სწრაფად ეროვნული მოძრაობის აი შევარდნაძეც რო ჩამოვიდა უკვე სხვა ამხანაგოც სხვანაირად საუბრობდა რომ ნახოთ შევარდნაძის გამოსვლები და რო დაჯდა მერაბ კოსტავას ფოტოს ქვეშ რო დაჯდა ეს ენა შეიცვალა და ვითარცა უკვე თუ რამე თუ ეს დაკავშირებული იყო ეროვნულ ლექსიკოგრაფიასთან და ასე დაიწყო მეტყოლება. მერე ხომ ჩვენ ნახეთ შევარდნაძის ენა როგორ შეიცვალა ვარდების რევოლუციის ენით. სხვა ენა შემოვიდა აბსოლუტურად, ხო და მაშინდელი ასე თქვათ ოფიციალური პირები განსაკუთრებულად სხვანაირად საუბრობდნენ და აი ეხლა ხო არ იყო ქოცური ენა. ეხლა მკვიდრდება ქოცური ამ რეჟიმის არ ვიტყვი ასე, მოდი უფრო აკადემიურ იმაში სფეროში დავრჩეთ. ქართული ოცნების ენა აი დამასწარ მიხვდა რომ ვიტყოდი რომ შენც კი უკვე ამბობს არ ამბობს არც ლაშა არც შენ გოგიგვახარიას აქვს კიდე ნათქვამი რომ არ გვინდეს სიტყვა ქოცი ამას მე ვამბობდი როგორც რადიკალი ანუ წაკცდება ხოლმე ემოციურად კაცს ხო არა იცი რა უკვე ისე გამოიყვანეს ყველა წყობიდან რომ ხო მეც არ ვამბობდი ნებათი არ მიყვარს უცხოელად მირჩევნია სახელი დავარქვა და ასე ვთქვათ, ქართული ოცნების ენა, რომელიც განსაკუთრებით ყალიბდება რუსეთი-უკრაინის ომის შემდგომ. და ეს ენა არის დაბლარვის ენა, საგნებზე ანტისახელების, ეს არის ინვერსიის, ამოტრიალების ენა, როდესაც შინაარსები იცვლება, ხო? არ ვიცი, აქ ბევრს აღარ ვიტყვი, მაგრამ ჯოჯოხეთი ის არის, როდესაც საგანი და სახელი ერთმანეთს არ გამოხატავს. ანუ ეს არის ჯოჯოხეთი, როდესაც სახელი სულ სხვა რამეს გამოხატავს. ჯოჯოხეთი არის სამოთხე, სამოთხე არის ჯოჯოხეთი, სიყვარული არის ყველაფერი არის შებრუნებული, ხო? იმიტომ რომ ხო თქვა რომ ადამიანები, რომლებიც 2 წელიწადია ერთმანეთის ღირსებას, თავის ქვეყნის ღირსებას იცავენ, არიან მართლა საკუთარი იდეალების ანაბარა, წვიმაში, ქარში, ავდარში, მათ ეძახიან არ ვიტყვირას, პირიქით, აბსოლუტურად პირიქით. ფულს, ანუ რასაც თვითონ აკეთებენ და აგროვებენ, იმას აბრალებენ სხვას. რაც თვითონ დაკარგეს და სახელს ვერ არქმევენ სამშობლოს გულისხმობ, იმის უსამშობლობას აბრალებენ სხვას. რაც არასდროს ქონიათ ყველაზე მთავარი ღირსება. მაგრამ ეს ენა იმის დეფიციტს გაბრალებენ, რომ და ვასრულებ, ეს ენა ძალიან მალე შეიცვლება. და როცა შეიცვლება, თვითონ ესენი აი იმ პარტმუშაკივით დაწერენ
აი როგორც ჩვენ გაგვიკვირდება ხომ იმ როგორც იმ პოეტს თქვა ჩვენთან არის ღმერთიო რომ მოიწერა ადამიანმა რომელიც 60 წელი მხოლოდ ლენინზე და მარქსზე საუბრობდა ეს ხალხი და საქართველოს ესეთი ქვეყანაა ძვირფასო ქართული ოცნების წარმომადგენლებო მოგიწევთ ახალი ენის კურსების გავლა და ეს ენა ხშირად შეცვლილა ენას რომ დააკვირდეთ მარტო და არა რეჟიმებს ეს იცვლება აბსოლუტურად და შემდეგი ენა იქნება ძალიან მჭახე ძალიან პლაკატური, ძალიან პირდაპირი. ხალხი, რომელიც დაიღალა ამდენი ბუნდოვანებით, სახელის არ დარქმევით, მოვა დრო და ეპოქა, როდესაც ყველაფერს დაერქმევა თავის სახელი. და გაუჭირდებათ ადამიანებს, ვინც თავის სახელს ვერ დაარქმევს საგნებს და მოვლენებს. და მე ამ მხრივ ძალიან ოპტიმისტური ვარ, როგორც ენის მკვლევარი. კი, და მთავარია, რომ ჩვენ არ დავუშვათ და პარალელურად გავაკეთოთ აღრიცხვა ყველაფერი იმის, რაც დღეს ქვეყანაში რჩება, რომ 20 წლის მერე ირაკლი კობახიძემ ეთერში არ გაიხსენოს, როგორ იდგა წვიმაში ბიძინას შესაძლებლად. აი ეს რო აღარ მოხდეს, იმიტომ რომ გამახსენდა ძალიან კარგი რუმინული ფილმი, არავინ ჩვენ არ გვენათესავება ისე, როგორც ჩვენი მართლმადიდებელი მეგობარი ქვეყანა რუმინეთი, რომელიც ასე სწრაფად გადალაგდა კომუნიზმიდან მართლმადიდებლობაში. აი იქ არის ფილმი, სადაც იხსენებენ ჩაუშესკუს ბუქარესტის დროით 12 საათზე ბუქარესტიდან აღმოსავლეთით 12 საათზე 6 წუთზე ბოდიში სათაურს არასწორად ვამბობ მაპატიეთ, მაგრამ კინოს მოყვარულებს ახსოვთ ეს ფილმი, როგორ იხსენებენ ეთერში ჩაუშესკუს წასვლის საათებს. მაშინ არ იყო პირადი ტელეფონები ამ დღეა სტრიმი, მაგრამ ეთერში რეკავენ და ახსენებენ, რომ შენ როდის იყავი, რატო ყვები იმას, რაც არ იყო. ეხლა გაჭირდება ტყუილი შენ ამას ამბობ, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები არ დაგავიწყდეს, უცებრო ჩადგება აკაცუკებთან რომელიმე ზარქუა იქ. და რაც თავარი ეხლა არის ტრაპეზეც ხო არის ეხლა ეს რო ვასუსტებდი. ეს იქნება. გახსოვს აი ეს იყო, რომ ყველას ბაბუარო დისიდენტი გახდა უცბად და კომუნისტებს ვერ იტანდა. ასე იყო, კი. ხო, ყველა კოლხულკოში იყო გაზრდილი მე. დაწვეს კოშკი მაშინ იძახდა რომ მე გამსახურდების ოჯახში ვარ გაზრდილი, ასე იძახდა თელი საქართველო. კი, ესეც რაღაცნაირად გინდა მე იმ კარგთან ასოცირდებოდე და არ გამოგივათ, ყველაფერს ვიწერთ. კი, რა, არ გახსოვს რატირო ერთ პოეტზე იხსენები და ერთ-ერთი ყველაზე ეს არ დასახელება კიდევ ცოტა სკანდალი შემოიტანეთ ღამის ეთერში. ნუ მაინც არ არის ცოცხალი და გარდაცვლილია და რაღაცა იქნება. ამიტომ ყველას გაახსენდება პოეტი, რომელიც თავს იწონებდა პატრიარქის ბერნაჩუკარი ჯვრით და იმავდროულად პარტიის მანდატით. ეს სხვა პოეტი. ეს სხვა პოეტია, ხო. აგერ პარტბილეთიც მიდევს და აგერ ჯვარიც. ეს შეარიგა მისი ასე ვთქვათ, ხო, ქრისტიანობა და ლენინიზმი. რა პრობლემა არის? ის მანდატი მიდევს, რომელმაც 10,000-ობით მღვდელი დაახრიტაო. კი. და აკეთის ჯვარი მიდევს, რომელზეც ჯვარზე გააკრა. ბოდიში, მაგრამ ზოგიერთ თვითმღვდელსაც მაგასთან პრობლემა არ აქვს. აბსოლუტურად. პირიქით ეს პოლიტიკური და ისტორიული ამ სუროგატის შექმნისმცდელობაა პუტინიზმი და ახლა ქართული ოცნებაც რა. ეს არ მოხდა თუნდაც გავრილოვის ღამით და თვითონ გავრილოვით, ესეც ხო შემთხვევითი ხომ არ არის ეს კაცი ამ უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის კომუნისტი მართლმადიდებელი. ხო, ასეთი პარტია მართლმადიდებლობა და კომუნიზმი პლუს რუსული პროპაგანდა და რუსული პუტინიზმის კიდე ახალი და მძლავრი ეტაპი საქართველოში. როგორც კი, ამიტომ სერიალში მქონდა ასეთი პარტია ქრისტიანო ოქლოკრატები და ეს აკოგნიტური დისონანსი იქნება იქ, სადაც მყარი გენერალური ხაზი განათლების არ არის თანმიმდევრულად. ეხლა როგორ ხედავ მომავალს? ეს ამნიშნელო, ეხლა შეიძლება მე ახლა რომ წერდე ფრაქცია კაკისტოკრატებს დავამატებდი, იმიტომ რომ აი ახლა ჩემი აზრით ყველაზე მეტად დღევანდელი მმართველობა გავს კაკისტოკრატიას, ყველაზე უღირსი, გაუნათლებელი წესით თუნდაც ბიოლოგიურ ბოლაში უკან რომ უნდა ჩამორჩეს, აი ეს ხალხი მოექცა თავში, რაც არა ანომალიაა, როგორც მეტაფიზიკური, ისე ფიზიკური, ისე ბიოლოგიური, ისე ფილოსოფიური. ასე დიდხანს ვერ გავძლებთ. მაგრამ ამ კაპისტოკრატის უკან დგანან კარგი ინსტრუქტორები, ამიტომ ვიკითხე ეს მაწუხებს, მაინტერესებს ვის ვერ ბრძვით, უსინდისოებს თუ სულელებს. არა, მათ შორის რატი ენაზე და სემანტიკაზე ილაპარაკო, ხო, ანუ ეს არის სტრუქტურირებული, იმიტომ რომ ეს ენაც ხო რას გულისხმობს პრინციპში გარკვეულწილად გარკვეული წესრიგის შექმნა. ხო, რატომ ჩააქვთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსებს კირიენკოს
მაგალითად, რომელიც ამაზეა პასუხისმგებელი პუტინისტურ ადმინისტრაციაში, წითელი დროშები, ლენინის პორტრეტები, რომ ეს სისტემა, ეს საერთო ნიშნებია ენაში, ხო, თანამედროვე მართლმადიდებლურ, რუსულ, იმპერიალისტურ, პუტინისტურ სამყაროში თითქოს ადგილი არ უნდა კონდეს ლენინიზმს, რას უშუაში ეს პირიქით, ასეთ ვისე ლენინი მაინც რევოლუციას, მაგრამ ესეც, ამ ნიშნებით საუბრობენ, რომ აი ეს სტაბილურობის, ეს პრინციპში შენი ელაპარაკებია, ხო, იმ ობივატელს ამ სიტყვის ნეგატიური კონოტაციით, საიდანაც ხოსე ორტეგა იგასეტის მასების ამბოხიბად და იბადება ფაშიზმი და იბადება ტირანი. თან თუ გავიხსენებთ რა კიჩიც მიუძღვის ამ ყველაფერს თუ აქ და თუ იქ, ნამდვილად ასეა და გახსოვს წინა გადაცემაში თუ ამბობდით, პუტინმა აკრძალა სიტყვა პაძენიე და დაცემა და ასეთ რაღაცა, ამიტომ ეკონომიკურ ვარდნას ქვია ატρიცაწილნი როსტ. იმიტომ რომ თავარია და აი თასდავდებ გადაიღებენ ესენი. რასაკვირველი. კურსის შეუქცევადი უკუსვა. სიტყვა ომიც აკრძალა კაც. დღესაც აი დღეს არ დამეზარა და ჩავხედე ერთ-ერთი პროპაგანდისტული ტელევიზიის აი ამ კარდებს, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია რომ გერმანიის ელჩი და ხო, ეს არის მთავარი სამიზნე და არის სინამდვილეში მახინჯი, საშინელი, მაგრამ მაინც ბელეტრისტიკა. შეხედეთ მათ სახეებს. აი ასეთი უკვე შეფასებითია, უკვე ვიღაცა წერს აი რატის დაპირისპირებაზე ამ რადიკალის სახე, ხო, პროლიტ მწერალი რასაც დაწერდა, რომელიმე დემიან ბედნის მოწაფე საქართველოში. ხო, აი შეხედეთ ნუ არ მინდა ისევ და ისევ ციტირება იმ ეპითეტების, რომელსაც ისინი ხმარობენ პროტესტში მონაწილე და ჩართული ადამიანების მიმართ, აქვე უნდა ვთქვა, რომ ზოგჯერ პროტესტში ჩართული ადამიანებიც არ ვიცი რატომ და რა ლოგიკით თვითონმე ციტირებენ ხოლმე საკუთარ თავზე ამ ეპითეტებს, ეს რაც სისულელე მგონია. ემაგაზე მადგას რო არ ვთქვა, საკუთარი თავის იცოდეთ რომ იმეორებ პროპაგანდას, ანუ თქვენვე ნებით უნებლიეთ ავრცელებთ ამ პროპაგანდისტულ კლიშეებსაც. სტიგმებია ეს სინამდვილეში, რითიც სამწუხაროდ შეიძლება სხვა თემა, რითიც სამწუხაროდ პროტესტიცა და ქცევაც ტირანიაში ხდება პროგნოზირებადი. რამდენადაც ჩვენ ვცდილობთ მათი ენის შესწავლას, ეს უნდა გვახსოვდეს. ისინიც სწავლობენ და კარგად სწავლობენ და ეს არის კლასიკური გაკვეთილი ტირანიაში და ავტოკრატიაში, როდესაც ადვილად პროგნოზირებადი ხარ, როდესაც ადვილია შენი სახელდება, როდესაც ადვილია განისაზღვროს შენი ქცევა, აქ უკვე დიდწილად ეს ბრძოლა წაგებულია. ეს უნდა ვიცოდეთ, ანუ რაც უფრო მოულოდნელები ვართ და რაც უფრო დავუსყლდებით, თუნდაც აი ამ განსაზღვრებებს ეპითეტების ჩათვლით, მათ შორის არათუ ქცევას და არათუ ქმედებას. ამიტომა ძალიან რთული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგია, ისეთი სტრატეგია, რომელიც აღარ არის ადვილად გამოსაცნობი ავტოკრატიის მიერ, რეჟიმის მიერ, რომელიც ძალიან სკრუპულოზურად მუშაობს ამაზე. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მეტი სპონტანიტეტი. ხო, ეროვნული მოძრაობა, სწორედ ასეთი იყო, სპონტანური იყო, ხშირად. მაგრამ სპონტანური შეიძლება იყოს ფორმა, მაგრამ გეგმა, მოფიქრებული სტრატეგია არ უნდა იყოს სტრატეგია მყარი და ტაქტიკა სპონტანური. და რადგან ახსენეთ ენა ძალიან კარგად, რაღაცნაირად ჯენტლმენურად და ინტელექტუალურად მიმიყვანეთ რეკომენდაციებამდე, რომელსაც მე დავიწყებ, იმიტომ რომ ყველაზე კარგად ეხმაურება ზუსტად იმას, რაც ბოლო ნახევარი საათი ვისაუბრეთ რის შესახებაც. ეს არის ჩემი რეკომენდაცია, არის პიესა სიტყვების აკრძალვაზე ენაში. ლაშა ბუღაძის ჩემი საყვარელი წერლის პიესა, რომელიც თეატრი ათონელზე აქ იქნება 15 და 16 აპრილს და უბრალოდ მინდა რომ ნახოთ. ნახოთ მათ შორის იმ ხალხმაც, ვინც ჩვენს იდეებს იზიარებს, მაგრამ ძალიან ხშირად იმეორებს იმ სიტყვებს, რომელიც ჩვენ არ გვინდა რომ გაიმეორონ, მაგრამ როგორ მუშაობს პროპაგანდა და როგორ გრძალავს ცალკეულ სიტყვებს და სადამდე და როგორ ღმუილამდე შეიძლება ბოდიში სპოილერისთვის, მაგრამ მე ვარ სპოილერების მტერი, როგორ შეიძლება რომ მიხვიდე ბოლოს ღმუილამდე და ეს ჩემი აზრით მეტაფორა რომ აზროვნების პროცესიდან გამოდიხარ და უბრალოდ მე რჩები ღმუილად
ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი სიამოვნება გელოდება და ჩვენი ქართული ტრადიციის მიხედვით ჯერ ვიცინით 1 საათი და მერე ძალიან დიდი სევდა მოაქვს იმას, რომ აი თითქოს ჩემი აზრით სხვაზე დაწერილი, იმიტომ რომ ეს დაიწერა უკრაინის და რუს პროპაგანდისტებზე თითქოს, მაგრამ ტკივილამდე ახლობელი გახდა სიტყვები, რომელიც საქართველოშიც შემოვიდა ახალი სიტყვები, რაც რატი მახსენდა და აიკრძალა სიტყვები, რომელსაც მათ ეშინიათ. და ძალიან დიდი ხანია იმედის ეთერში აღარ გაგვიგია სიტყვა პატრიოტიზმი, რომ რუსეთი მტერია, რომ საქართველო დაიპყრო რუსეთმა. აი ეს სიტყვა შეთანხმებები აკრძალვა და მე დარწმუნებული ვარ, აქვთ სია იმედზეც, რა არ უნდა თქვან. და ვინ არ უნდა ახსენონ. მაგალითად, იმედის მაყურებელმა არ იცის, რომ საქართველოში ყავთ ასე თუ გაგრძელდა ცოტა ხანში არ იცოდინებათ, რომ რატი ამაღლობელი პოეტია, ლაშა ბუღაძე მწერალი, ანუ გააკრეს საერთოდ ხალხი, მათ შორის არ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ მიცემენ ჩვენ თავს დასავიწყებლად ამ ხალხს. ტროლები, იცი რა, მე ვამბობ, გაგიცნონ, კარგი, არა როგორც პოლიტიკური მათი ოპონენტი, არამედ როგორც პოეტი. ადრე ხო იცოდა ქართველმა რომ პოეტი ხარ. აუცილებლად მათი შვილები და მათი შვილიშვილები აუცილებლად ამას სკოლაში ისწავლიან და ყველაფერი კარგად იქნება. აი ესე გასწრით გულზე და ესე იქნება. ძალიან დიდი შიში მაქვს ფიქრობდი შენი პიესის ყურების დროს, რომ არ დადგეს ბოდიში პესიმიზმისთვის, მაგრამ უნდა ვთქვა ესეც, იმიტომ რომ მინდა ამის პრევენცირება. აი ხა რუსეთში მაგალითად ინტერნეტს აკრძალავენ ცოტა ხანში უკვე დაიწყო ამის სერიოზული ნიშნები და თან ამას ამართლებენ იმით, რომ ელოდებიან უკრაინისგან რაღაც დაბომბვებს და ამიტომ ყველანაირი ნიშნები უნდა მოისპოს იმის, რომ სადღაც რაღაც ობიექტებია და უშლიან ასე ვითომ ხელსინამდვილეში გაკონტროლება ხალხის. უკვე ნებისმიერი რაღაც ლაიქისაც კი ეშინიათ. აი ეს ემართება ავტოკრატიას და დიქტატურას, რომ მე ყველაფრის ეშინია. აი ფოთლის შრიალი თუ არ არის დაგეგმილი, იმასაც რაღაც დაპერწყალად აღიქვამს რევოლუციისთვის. და შეიძლება ეს პიესა აკრძალონ. ამიტომ ნახეთ დროზე. დიდი მადლობა. კეთი და არა, ყოველგვარი იმის გარეშე ვისიც არ უნდა ყოფილიყო, მგონია რომ პრობლემა ის რაც ამ პიესაში ჩანს და მიუხედავად აკრძალვების და კონტროლის, ხო? და ჩემი აზრით ძალიან ცუდია რომ აქტუალური იქნება ეს კიდევ სანამ ხოცები არ წავლენ და იმედია მალე წავლენ და იმის იმედიც მაქვს კიდე სერიოზულად რომ აი 10 წლის მერე ვერ ჩემ სერიალს გაიგებენ, ვერ ჩემ პიესას რომ იქნება მათთვის ეს რაღაცა უცხო, იმიტომ რომ მე მახსოვს ჩემი შვილის რეაქცია, როცა ვაჩვენე გრძელი ნათელი დღეები. ვერ მიხვდა პურზე რატო დგას 200 კაცი რიგში. და აი ესე მინდა რომ ვერ მიხვდნენ ჩვენ რაზე ვტირით და ვიცინით შენი პიესის ყურების დღეს, რომ ას ნიშნავს სიტყვა დემოკრატია და ომი იყოს აკრძალული. კი. ნამდვილად და გავაგზელებდი რა კი თემატურია და მე რატის დაუთმოთ რეკომენდაციისთვის, რა კი მეც თეატრთან ახლოს ვიქნები, უბრალოდ აქაც მინდა ვახსენო, რომ მართლა დიდი მადლობა ათონელის თეატრს და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო სოფიო კილასონიას და მის ახალი დრამის ფესტივალს, იმიტომ რომ მისი კონცეფციაც და საერთოდ ზოგადი ტენდენციაც ახლა არ ვიქნები სუბიექტური, თუ კი ამას ვიტყვი, თუმცა ჩემი პოზიციაც ასეთია, რომ თუ კი დღეს თეატრი შეიძლება იყოს ცოცხალი და თავისუფალი, ის უნდა რეაგირებდეს და უნდა იყოს ადეკვატური და მათ შორის უნდა რეაგირებდეს რაღაცნაირად, სწორედ ამას ითხოვს კიდეც მაყურებელი, ალბათ ნახე კიდეც იმ სპექტაკლზეც, შინაგანი რაღაცნაირი დიალოგია ამ სიტყვის ძალიან უნივერსალური და ძალიან კონკრეტული გაგებითაც, პროტესტის სულით არის გამშვალული მთელი ეს ამბავი. მსახიობებიც, ის მსახიობები არიან, რომლებიც გამოძევებულები არიან თეატრებიდან ამ პიესის თამაში და არა მხოლოდ ამ პიესის, უმეტესად ვინც მათ შორის შენი სერიალიდან თუ სხვა ნაწარმოებებიდან მაყურებლებისთვის საყვარელი მსახიობები უმეტესწილად, რომლებიც მართლაც ახალი თაობისათვის თუ არა მხოლოდ არიან ძვირფასები და რომლებიც ქმნიან ნიჭიერები, ქმნიან აი ეს ამ აქტუალობის განცდას თეატრის, ისინი პრინციპული და ბრძოლი და ზნეობრივად აი მართლა წელში გამართული ადამიანები არიან, რომელთაც დაკარგეს სამსახურები, რომლებიც გამოაძევეს, დაიჭირეს
ხო, მათი კოლეგები და სხვადასხვა ჩვენ ვუყურეთ ცოტა ხნის წინ როგორ განდევნეს ჯერდი რეჟისორი თავისივე შექმნილი თეატრიდან დათო დოიაშვილს გულისხმობ და შემდეგ მსახიობებიც ფაქტობრივად როგორ გამოაძევეს ის მსახიობები ცნობილი ნიჭიერი და კარგი მსახიობები რომლებიც აპროტესტებდნენ დატყვევებული კოლეგის მსახიობის პლაკატის ჩამოხსნას და გაქრომერ გაიტაცეს ეს პლაკატი და ჩვენ დავინახეთ ეს და შემდეგ აი ისევ და ისევ ბოლშევიკური ჩეკისტური კომუნისტური მეთოდით გადაახდევინეს 240 ლარი და 10 თეთრი ეს რიცხვიც უნდა დავიმახსოვროთ და ხო ანუ და ეს ნანკა კალატოზიშვილმა ქვითარიც კი გამოდო Facebook-ზე რომ აი გადავიხადე ჩვენ გვახსენდება ხო შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს რომ ძალიან ისეთი მკვეთრი ასოციაცია მაგრამ აი ფულს რომ ახდევინებდნენ ტყვის ფულს პრინციპი იგივე ამიტომ არ მინდოდა ამას შევხებოდი მაგრამ ცოტათი შევეხები ბოლოს გამოიწვია ვეფხისტყაოსნის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით სპექტაკლზე არ ვლაპარაკობ იმიტომ რომ ეს სპექტაკლები უკვე კარგახანია ნანახი გვაქვს აქ არის ლაპარაკი სწორედ აი ამ კონტრასტზე 240 ლარსა და 10 თეთრს რომ ახდევინებ მსახიობს რომელიც ელემენტარული თითქოს და ჭეშმარიტებისთვის იბრძვის თავისუფლებისთვის და ზნეობისათვის და მეორე მხრივ შენ გაქვს რაღაცა აი ისევ და ისევ ამ სიტყვას ვიტყვი ქოცური ბუკეტი ფავორიტიზმის კორუფციის სადაც მილიონი ლარია დახარჯული განათებაში და როგორიც არ უნდა იყოს სპექტაკლს არ ვეხები არ მინახავს და არც ვგმობ და არც არ ვგმობ შავარანიშვილმა დაგვაბარა რომ დღგ-ს რატო არ თვლით ამანდ ესეც ითქვა ხო ეს ივანიშვილმა დაუთვალოს და სავარაუდოდ უთვლის კიდეც იმიტომ რომ შემთხვევითი არ არის აი ეს პროპაგანდისტი ჯღარკავები რო დაესიენ ახლა მათსავე ხო პროპაგანდისტად ქცეულ რობერტ სტურვას ეს კიდე ტრაგედია რობერტ სტურვასთვის და კიდე ჩვენთვისაც ვისაც რობერტ სტურვა ძალიან გვიყვარდა როგორც რეჟისორი ხომ აი ეს ჯღარკავები ყველა არ არის მიქსეული იმიტომ რომ იქ ეს მათსა და ინდივიდუალიზმი და პერსონალურობა რო აქ გაბედონდა ეს სპექტაკლი განაკიკონან რაღაცა ეჭვი მაქვს რომ ბრაზია ფულის არასწორად ხარჯვაზე და გადანაწილების ბრაზა და ამ კაცმა რომ თავის ფულის მოკითხვა იცის აგერ ღარიბაშვილებით და ლილუაშვილებით და ჯუანშერ ბურჭულაძეებით და ასე შემდეგ ლეგიონი მათი სახელი ხო ამიტომ ეს თქვენი დარდეთ პროპაგანდისტებო ივანიშვილის ფულზე და დღგ-ები თქვენი თვალეთ ჩვენ აქ რატომ არ არის ბატონ ბიძინაზე სპექტაკლს რატომ ისევ შენ მოგიწევს მასზე დაწერა და არა პანეგირიკებს გულისხმობ დაიდგმება და აი რო არ იყო პანეგირიკი ამიტომაც გაბრაზდა კრებითი ჯღარკავა ასე რომ დიდი მადლობა მათ და ჩემი რეკომენდაციაც უკაცრავად ეს მიდოდა მე თქვა რომ აი სწორედ ცოცხალი და თავისუფალი ხელოვნების და თეატრის კონტექსტში მე გირჩევდით რომ ნახოთ მე მგონი რატი მაცნახა პერსეფონე ჰარაქში ახალგაზრდული ძალიან ცოცხალი აი ესეთი ნერვით ახსავსე თეატრია ძალიან დიდი შთაბეჭდილება მივიღე სწორედაც რაღაც აი გულწრფელობით ინტელექტუალიზმი და ფორმა ტასო ჭანტურაი არის თვითონ ავტორიც მსახიობი შემსრულებელიც და სხვა სპექტაკლებიც თქვა მზის ხაზი რომელიც სულ ახლა ხას უნახე გეგა გაგნიძის მიერ დადგმული რომელსაც ასევე აუგრძალეს სპექტაკლი ბათუმში უნდა ყოფილიყო გვახსოვს ეს ამბავი და აი ეს სივრცები ეს კუნძულები არის ნამდვილად დარჩენილი, მაგრამ სულ ზღაფავს, იმიტომ რომ ეს მსახიობები მართლა ძალიან დიდი სიდუხჭირია. სხვა ყველაფერს დავირო დავანებო. მე ლაშარო პირიქით, როცა ვიყავი სპექტაკლზე. ემოციური, ხო. правда ქვია. правда ქვია ჩემპიესას. ხო, ეს არის ყველაზე მთავარი. правда არ გადავთარგმნოთ ესე ქვია. დამრჩა შთაბეჭდილება პირიქით თეატრი ცოცხლდება. ხო, ცხადია, იმიტომ რომ ხო, ისევ და ისევ არისტოტელეს აზრი, თეატრი უნდა იყოს ახლა და აქ. აი აქ იქმნება, აქ. ნუ ახლა არისტოტელეს აუბრობს ოიდიპოსზე და ესკილეზე და ხო, მაგრამ აი ხო, ესკილეც აქ და ახლა. კი. ხო, აი აქ და ახლა. და რატის რეკომენდაცია რაც თქვით, იმიტომ რომ საშიშროება არის, ხო, ჩვენ როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და უჯრები გამოიღო, აღმოჩნდა რომ არ გვაქვს დამალული ლიტერატურა, იმიტომ რომ მოხდა ძალიან მაგარი მწერლების, მათ შორის ამ ადაპტაცია რეჟიმთან.
ის რომ ჩვენთან ეს არ მოხდეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხალხმა ნიჭიერმა ხალხმა იპოვოს ერთმანეთი აი ეს კოოპერაციები, გაერთიანება ხელოვნების პლატფორმების, მხატვრობის, თეატრის, მუსიკოსების უამრავი ადამიანია, რომელმაც ეხლა განსაკუთრებულად ხელოვნებაში უნდა იპოვონ ერთმანეთი და ნამდვილად არ მოხდება ისე, რაც მოხდა რომ გარდაქმნის დროს რომ ამოვიდა, რუსებს ამოვიდა წიგნები, მნიშვნელოვანი წიგნები და ჩვენთან ძალიან ცოტა ამოვიდა. იმიტომ რომ გადაერთო ეზოპეს ენაზე, გადავიდა ხალხი ისტორიაში და ასე შემდეგ. და რაღაცნაირად ცოტა თავისუფლებას გვაძლევენ. აქ და ამჟამად არ ყოფილა, ხო? ვინც ვერ გადავიდა, დახოცეს და დახვრიტეს და ვიღაცები გაიქცნენ თარგმანში, ისტორიაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩემი რეკომენდაცია არის სხვაჩერს ეს ლაშამ მითხრა ეს ამ წიგნის არსებობის შესახებ, როგორც ცნობილი წიგნის მიმომხილველი. ეს არის ტედ ჯიოია, ამერიკელი კაცი, მუსიკოსი, ჯაზის მცოდნე, თანამედროვე მუსიკის, რომელმაც მიიღო ხელი მუსიკის კვლევას, ძალიან საინტერესო კვლევარია და ეს არის დიდი წიგნი, რომელიც თარგმნა ძალიან კარგმა კაცმა. ნიკო ნერგაძემ მუსიკა ამბოხის სირცხვილისა და თვისებების ისტორია. ეს არის წიგნი იმის შესახებ, რომ მუსიკა არ არის და არასდროს არ ყოფილა სისტემის ნაწილი, დახვეწილი, დავარცხნილი, ყოველთვის მას ებრძოდა სისტემა, ყოველთვის ცდილობდა მის მოთვინიერებას, ყოველთვის ის ატარებდა სოციალურ იმპულსს, პოლიტიკურ იმპულსს, ის ამოდიოდა underground-დან, ოდესღაც კატაკომბებიდან, მისტერიებიდან, ის არ იყო, ასე ვთქვათ, არასდროს მეინსტრიმული. ყველაზე დიდი მუსიკოსები იყვნენ. ყველა ეპოქაში და ეს კვლევით დასტურდება, შეურაცხყოფილები, ნაგინები, თქვენ ხართ მწერლები, თქვენ ხართ მუსიკოსები. აი ეს გვეუბნება, რასაც აი ახლა ბოტები წერენ, რას წერდნენ ელვის პრესლიზე, რას წერდნენ თავის დროზე, სხვა ტომ ჯონსიდან დაწყებული, იმით დამთავრებული, რა ქვია. რა ვიცი, ძალიან ბევრი მუსიკოსი არ ყოფილა გამონაკლისი, სადაც თუნდაც მეინსტრიმული მუსიკოსების მათი ახალგაზრდობა რამდენად ასე ვთქვათ მოდის სუბვერსიიდან და რამდენად მოდის underground-დან, ხო? და ამაზეა რომ მას აქვს ეს ძალა, მე გამახსენდა პროტესტის და მუსიკის ყველაზე მაგარი შერწყმა, რომელიც იყო სამხრეთ აფრიკაში, როდესაც დაპატიმრებული ყავდათ რამდენიმე ათეული წელი ნელსონ მანდელა და სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგობის აპარტეიდის წინააღმდეგ მოძრაობა ძირითადად რიტმულად მღეროდა 100,000-ობით ადამიანი და ეს შიშის ზარს სცემდა ეს საპროტესტო მუსიკა, რომელიც ყველამ ზეპირად იცოდა და მათ შორის სიმღერები ნელსონ მანდელაზე, რომელიც უნდა დაბრუნდეს ციხიდან, ეს ყველა სამხრეთ აფრიკელმა იცოდა და ეს იყო მთავარი მანიფესტი და მთავარი სათქმელი ამ დემონსტრაციებზე და ამ მიტინგებზე. ამიტომ ეს არის დიდი წიგნი, ამას დიდი გაშლა ჭირდება, ბევრს ვერ შევეხები, მაგრამ ვისაც უყვარს მუსიკა, ვისაც აინტერესებს მუსიკის სხვა ისტორია, განსხვავებული ისტორია და განსაკუთრებით მისი